მოგესალმებით მეგობრებო. ვაგრძელებთ კატია V5-ის გენერატივ sheet metal დიზაინის მოდულის შესწავლას. დღეს ჩვენ შევისწავლით ესეთ ფუნქციას, რომელსაც ქვია უკვე არსებული ბრტყელი ფურცლოვანი მასალის, რაღაც გარკვეულ ხაზის მიმართულებით მოღუნვას. დავიწყოთ, თავისთავად თავიდან შევიდეთ file, შემდეგ new, შემდეგ part. შემდეგ ამოვა, ასე ვთქვათ, გამოხდება sheet metal generative sheet metal დიზაინის სამუშაო პანელი. თუ დაუშვათ არ გახსოვთ, შეგახსენებთ, რომ generative sheet metal დიზაინის, ასე ვთქვათ, მოდულში გადასვლა ხდება შემდეგნაირად: start, mechanical design, შალავ უკაცრავად, start, mechanical design, generative sheet metal design და გამოვა sheet metal დიზაინის სამუშაო მოდულის პანჯარა. თავისთავად sheet metal პარამეტრებს, ასე ვთქვათ, ავირჩევთ, არ აქვს მნიშვნელობა შემთხვევაში. მივცემთ OK-ს, შემდეგ რაღაც გარკვეულ ესკიზს დავხაზავთ. არც ამას აქვს სამზომეს პრინციპული მნიშვნელობა. სხეულს, 3D სხეულს გავაკეთებთ და შევისწავლით ამ ფუნქციას. bend from flat. რაზეც წეგან ვისაუბრეთ. და რას ნიშნავს ეს ფუნქცია? გადავალთ ისევ ჩვენ 3D, ასე ვთქვათ, სხეულზე და დავუშვათ ქსურს უკვე არსებული დეტალის მოღუნვა ოღონდ გარკვეულ სიგრძეზე. ანუ ქსურს დავუშვათ 40 მმ-ის შემდეგ, რომ ეს დეტალი მოიღუნოს. დავხაზავთ ესკიზს, ასე ვთქვათ, ესკიზში გადავალთ ხაზს გავავლებთ, გამოვალთ ისევ ესკიზიდან, ავირჩევთ ფუნქციას bend from flat და თქვენ შეხედავთ, დაინახოთ ასეთი რაღაც გააქტიურდება. ეს ნიშნავს რას? რომ აი ამ პარამეტრების მიხედვით, რაც, ასე ვთქვათ, ხელმარჯვნივ პატარა პანჯარაში ქვემოთ გამოვა, ამ პარამეტრების მიხედვით დავაჭიროთ previews. და ასე ვთქვათ, გადავღუნავს ჩვენ დეტალს, ასე ვთქვათ, ეს ფუნქცია. დავაჭიროთ OK-ს, თუ დავუშვათ ქსურს რაღაცა სხვა პარამეტრის შეცვლა, ან რაღაცა სხვა გრადუსის მიხედვით, შეგვიძლია 60 გრადუსი მივცეთ, შეგვიძლია შემდეგ რადიუსი შევუცვალოთ, ვაწვევით მარჯვენა ღილაკს ფორმულა, შემდეგ deactivate, მივცემთ 4-ს რადიუსს, კაფაქტორის შეცვლა, როგორც წინა გაკვეთილებში ამიხსნია თქვენთვის, შეიძლება ჩვეულებრივად. მივცემთ დავუშვათ 0.45-ს, მივცემთ OK-ს და ამ პარამეტრების მიხედვით მოღუნავს ჩვენ დეტალს. შეგვიძლია კიდე ერთი მსგავსი ხუნვა გავაკეთოთ. ანუ არ ვართ შეზღუდულები. შეგვიძლია ამ ხრივათაც გავაკეთოთ. თვითონ ჯერ ფუნქცია გავააქტიუროთ, შემდეგ sketch-ის ფუნქცია, ანუ ესკიზი. ასევე შეგვიძლია ჩვენ არა მარტო ჰორიზონტალურად, ან ვერტიკალურად გავაკეთოთ ამ დეტალის მოღუნვა, შეგვიძლია რაღაც გარკვეული გრადუსი მივანიჭოთ აი ამ ხაზს, რის მიხედვითაც გვინდა რომ მოიღუნოს. 35 გრადუსი იყოს ამ შემთხვევაში. გამოვიდეთ ამ ფუნქციიდან, დავაჭიროთ OK-ს და მოღუნავს. რა თქმა უნდა, ყველა იმ პარამეტრის მიხედვით, რაც გვექნება მითითებული და შეყვანილი. და ყველაფერს, რა თქმა უნდა, აკეთებს შემდგომ განშლას fold unfold ფუნქციით. მადლობა, გაკვეთილი დამთავრებულია.